დღეს გვექნება ჩემ თვალში ყველაზე მაგარი ბრენდის აღწერა და ეს არის Histoire de Parfum. ეხა აგიხსნით რატო ყველაზე მაგარი ბრენდი. ეს ბრენდი რაფასი ძლიერს 100-ჯერ მაგარ ხარისხს დებს. არის საშუალო ფასიანი ბრენდი, რომელიც ალბათ არ ვიცი 80-90% ძალიან ბევრ ძვირიან ბრენდს ჯობია. საოცარი სუნამოები აქვს, მსგავსი ხარისხი ამ საფასო სეგმენტში უბრალოდ არ იგრძნობა. და დავიწყებთ ჩვენ Histoire de Parfum-ის ერთი-ერთით. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მეკითხებით, რომ დანიელ მინდაო გრილი იყოს და მდგრადი იყოს. არის ესეთი. თლად ძალიან გრილსაც ვერ დავარქმევდი, სადღაც ცოტა ვითომ თაფლიც უტყავს, მაგრამ აქვს ბევრი ციტრუსები, ასევე სიგრილემო აქვს, ასევე აქვს ალდეგიდები ძალიან ლამაზი. ალდეგიდებს ყველაზე მაგარს ჩემი აზრით აკეთებს შანელი და ამის ალდეგიდებიო გავსინჯე, თუ არ ჯობია, ნაკლები არ არის. საოცარი ჟღერადობა აქვს, თან გრილია, თან ტკბილიც არ არის, თან სიგრილემო აქვს, თან ციტრუსიც იგრძნობა, თან ვერ ხვდები რომელი ციტრუსია და ეს ალდეგიდები ძალიან ლამაზად ერწყმის. ასე რომ ვისაც გინდათ გრილი, თან მდგრადი, Histoire de Parfum-ის ერთი-ერთი. ეხლა ჩვენ გადავიდეთ Histoire de Parfum-ის 17-40-ზე. ამ სუნამოზე რა შემიძლია ვთქვა? ეს არის ურთულესი სუნამო. ანუ Histoire de Parfum-ს აქვს ცოტა რთული სუნამოები, უფრო გათვლილია ისეთ სეგმენტზე, აი პარფიუმერია, ვისაც ძალიან უყვარს, ამის სილამაზეს აფასებს, ხვდება თუ რა საოცრება და შეიძლება ცოტა ეხა ისეთმა ადამიანმა, ვინც საერთოდ ვერ იყვება პარფიუმერიაში, რაღაც დონეზე Histoire-ს ვერ გაუგოს. აქ არის ლამაზი ტყავი. ასევე არის ბალზამიკური. ბალზამიკურობა რამოდენიმე ნაირია, ზოგი არის რაღაცა ბანძი ბალზამიკურია და რაღაცა ქიმიური სუნი აქ არა. აქ არის ბალზამიკურობა, რომელიც ძალიან უხდება და არის უმდგრადესი, უდახვეწილესი, რამოდენიმე გახსნის ფაზა აქ, ასევე ლამაზი ვანილი აქ, ცოტა ხეც იგრძნობა, ძალიან მაგარი ტყავია და ანუ იცით როგორ არის, ძალიან ბევრი რამე იგრძნობა შიგნით რა. შეიძლება ზოგმა მარტო ტყავი იგრძნოს, ზოგმა ის, ჩემი ცხვირი მაგალითად ლამაზ ფაჩულისაც გრძნობს და ეს ყველაფერი ერთად ულამაზესად აქვს გათამაშებული Histoire-ს. ეს ერთ-ერთი ფავორიტია, ძალიან მაგარი სუნამოა და ზედახვეწილი. ბოლოში კი მექნება ჩემი ყველაზე საყვარელი Histoire de Parfum-ი, რომელია მაგასაც განახებთ. ჩვენ ეხა გადავიდეთ Amber 114-ზე. თუ ამბრა გიყვარს, რამოდენიმე სუნამოს გამოვარჩევდი მე, ამბრა სულთანს, ასევე კურჯიანის გრანსუარის საოცრებაა, ის ყველას მერჩევნია და აი ამ ამბრა 114-ს. თან ამის ყველა სუნამო არის ძალიან მდგრადი. ანუ ის რომ აი დანიელ მინდა რომ თან კარგი ხარისხი საოცარი იყოს და მდგრადი იყოს, თან იაფირდეს არის ეს სუნამოები. აქ ლამაზი ამბრა და ვანილის შერწყმა, სადღაც ნუშსაც გრძნობ მე, ნუში არ აქვს, მაგრამ ჩემ ცხვირში იგრძნობა და ამბრის თემაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველა სუნამო არის სპეციფიური. ესენი არის ისეთი, აი ამასო გაისხავ, ყვირის, ჩხუბობს, საოცარი შლეიფით, საოცარი მდგრადობით, მაგრამ იგრძნობა სპეციფიკურობა და უნდა დაუმუღამო. ეს სუნამო არის ზამთრის, არანაირად ზაფხულში არ შეიძლება ამის დასხმა, ერთი-ოჯერ დავისხი და კინაღამ გამგულდა. ამბრის თემაში ვისაც გინდათ, საუკეთესო არის ამბრა 114. გრანსუარი მირჩევნია, მაგრამ ღირს 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი. მე
ამ სუნამოებს ვიძახიო, თავის საფასო სეგმენტში არის საუკეთესო. ეხლა რაც შეეხება 18-99-ს. ეს არის პუდროვანი სუნამო, არის თან გრილი, თან ირისი აქვს, თან პუდრა აქვს, სადღაც ბერგამოტი შემოდის და საოცარი მსგავსება ინიციო რეჰაბთან. პირველივე გასხმიდან ჩათვალეთ, რომ ინიციო რეჰაბი გასხია. რეჰაბის საოცრება, რეჰაბი მაგ თემაში ყველას მეჩვენია, მაგრამ ზუსტად ორჯერ ზვირიღის რეჰაბი. ეს არის სუნამო, რომელიც არც ტკბილია, არც გრილია, თან ეს საოცარი ციტრუსი ამ ტკბილ ირისთან ერთად, ისე ლამაზად არის, ვაი ჭკუიდან გადაყევხარ რა. ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. იდეაში ყველა საოცარი სუნამოა, ყველა ძალიან მაგარია და კიდევ ვიმეორებ, რომ მსგავსი სუნამოები ორჯერ და სამჯერ ზვირი უნდა ღირდეს. და ბოლოს ჩემი ფავორიტი ეს არის ჰისტუარ დე პარფამის ქმნილება. ეს სხვათა შორის ამ სუნამოებზე ორჯერ ზვირი ღირს ფიდელისი, მაგრამ უნდა ღირდეს. სადღაც ძალიან ვამსგავსებ ამოაშ ინტერლუდს. გავს ბაზაში ემსგავსება ძალიან. დაჟე ვიტყოდი, რომ ჩვეულებრივ ამოაშ ინტერლუდს მერჩევნი, ანუ ექსტრაქტს ვერ მერჩევნი, იმიტომ ექსტრაქტი ძალიან მიყვარს. ასევე ამას აქვს დამატებული ვარდი. ვარდი თქვენ ყველა მიცით, არ მიყვარს, მაგრამ აქაც როგორც ომბრე ნომადეში ვარდი არის ხელოვნების დონეზე აყვანილი. სუნამოში დიდად ვარდს ვერ იგრძნობთ და არის იმიტომ გაკეთებული, რომ ამ ყველა ნოტას შიგნით შემავალს უფრო სისუფთავის და დახვეწილობის სურნელი შესძინოს. უმაგრესი არომატია, ამის მდგრადობა და შლეიბზე ლაპარაკის ეთმეტია. სადღაც ცოტა ყავის ნოტებიც აქვს. იმდენად დახვეწილია, ისეთი ლამაზია, რომ აი გეუბნებით, რომ ინტერლუდს რაღაც მომენტში მისჩევნია. თან ინტერლუდივით ძალიან ესეც რთულია, მაგრამ ისეთი რთული არ არის. ამას ცოტა მეტი სიტკბო აქვს, ინტერლუდზე უფრო ასატანია და ეს ვიტყოდი, არის ჰისტუარის ქმნილება. ბევრი ქმნილება აქვს, მაგრამ ეს არის საუკეთესო. ეს არის ჰისტუარ დე პარფამის ფიდელისი. ვისაც არ გაქვთ ატესტილი, დატესტეთ. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო სუნამოა არა მარტო ჰისტუარებში, არამედ მთელი პარფიუმერიის ინდუსტრიაში. დალაიქეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, დავეხმაროთ არხსო, უფრო განვითარდეს და უფრო საინტერესო ვიდეოები დავთო. აბა, კარგად ბრძანდებოდ.